2 მაისი დაზღვევის დღეა. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაზღვევის კვირაულს მართავს. მიმდინარე ღონისძიებაზე ისაუბრეს პრიორიტეტულ საკითხებზე, დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, დაზღვევის პოპულარიზაციის მხარდაჭერასა და მოქალაქეებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. ყველა მიმართულებით არის მზარდი ტენდენციები. ჯანმრთელობის დაზღვევა საერთოდ პირველ ადგილზეა, ანუ დაზღვევის პრემიის მოზიდვით, ანუ ჩართულობით და ფულადი თვალსაზრისით. კონკურენცია მაღალი, ეს არის მთავარი, რომ ჩვენთან 19 სადაზღვეოა, ახლა ყველაფერში არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯანდაცვაში უმეტესობა არის და თქვენ როგორც მომხმარებელს თუ არ მოგეწონებათ ერთსა შეგიძლიათ სხვასთან გადახვიდეთ და ეს არჩევანი ნამდვილად არსებობს. ეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადაზღვეო ინდუსტრია გაცილებით უფრო დიდ სიმაღლეზე და დიდ სერიოზულ საქმეებშია, ვიდრე მანამდე. იმედი მაქვს, რომ ასევე გაგრძელდება, არ შენელდება ზრდის ტემპი და ის გაყვება ეკონომიკასთან ხშირ შემთხვევაში შეიძლება გაუსწროს კიდევაც და დაგვეხმარება უკვე სავალდებულო დაზღვევები, რომელიც იმ მცირე შეღწევადობას მაგალითად კასკოს დაზღვევაში გაასწორებს.